152 სკოლის მე-5 B კლასი წარმოგიდგენთ იაკობ გოგებაშვილის იავნანამ რა ჰქმნა. ქეთოს მისი გამგდელები ასე იყვნენ. მისი დედა, მაგდანი, იწყებს სიმღერას. ქეთო მისმა გამგდელებმა გარეთ გამოიყვანეს. ტყეში ასე ირნებდნენ და თან ყვავილებს უკრებდნენ. უეცრად ლეკები ხის ქვეშ ამაფარებულიყვნენ და მათ ეპარებოდნენ. უეცრად გამგდელები წააქციეს. შემდეგ კი ქეთოს დასტაცეს ხელი და მოიტაცეს. ბევრი არის თუ ცოტა იარეს, ლეკებმა დაღესტაში ჩამოიყვანეს ქეთო და ნაიბის სახლთან მოიყვანეს. ნაიბს ყავდა ცოლი. ნაიბს და მის ცოლს შვილი არ ჰყავდათ და მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ შვილი უნდა ეშვილებინათ და ამიტომაც ლეკებს უთხრეს, რომ ამ ბავშვს იშვილებდნენ. გამოუტანა ნაიბის ცოლმა მთელი ოქროულობა და მისცა ლეკებს. ლეკებმა კი ქეთო მათ დაუტოვეს. გავიდა დრო, ქეთოც გაიზარდა. დიდი ხნის გასვლის შემდეგ ზურაბ ქართველაძის მეგობრებმა შენიშნეს ეს ყველაფერი და მათ იპოვეს ქეთო. ქეთოზე უთხრეს, რომ ის უკვე ძალიან გაზრდილი გოგონა იყო, დადიოდა ეზოში, უხარო და ლაღი ბავშვობა ჰქონდა და ასე შემდეგ. როდესაც ეს ყველაფერი გაიგონა ზურაბ ქართველაძემ, მივიდა ქეთოსთან, მაშინვე მოკიდა ხელი და მიიყვანა თავის ცოლთან მაგდანთან. მაგდანს დაუბრუნდა მისი შვილი ქეთო. მრავალი წლის შემდეგ შინ დაბრუნებული გოგონა დედ-მამას ვეღარ ცნობს. მშობლები მას სწორედ დედის მიერ ნამღერმა იავნანამ გაახსენა.